და განვაგრძობთ გამოშვებას იტალიაში ქალაქ პრატოს პროკურორი ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინფორმაცია თითქოს 90 წლის კლეო ფენიცის მკვლელობა შესაძლოა არა ნათია თათარაშვილმა, არამედ მისმა შვილმა ფინანსური პრობლემების გამო ჩაიდინა, ქართულ ტელეარხებით დღეს გავრცელდა. ამ ინფორმაციას არც იტალიური მედია ადასტურებს. შეგახსენეთ, ქართველი გოგონა იმ ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, რომელსაც უვლიდა. ნათია თათარაშვილი იტალიაში ამ დროისთვის ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს 90 წლის კლეო ფენიცის მკვლელობაში ახალი დეტალები გამოიკვეთა და ბრალი კლეო ფენიცის შვილს წაუყენეს, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ მკვლელობისთვის დაკავებულია ქართველი გოგონა. ნათია თათარაშვილის ბრალეულობაც დამტკიცებულია და ის გადაყვანილია ფლორენციაში, სოჩიეტას ქალთა ციხეში. მე ვცხოვრობ ქალაქ პრატოში და პირველ რიგში პირველად მე გავიგებდი ამ ინფორმაციას. Absolut ყველაფრის გარდა ყოველდღიურად ვთვალყურს აქაურ ჟურნალ გაზეთებს, ტელევიზიას, ყავს აგრეთვე მეგობრები ტელევიზიაში ჟურნალისტები, მათ ვესაუბრე პირადად, მაგრამ არასწორი ინფორმაცია მინდა მოგახსენოთ.